მოგესალმებით, რადიო ჩემი ხმა, კვლავ პირდაპირ ეთერშია და გადაცემა ჰორიზონტს მიღმა დაგიბრუნდათ უკვე ახალი ფორმატით. გაეროს საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პროექტის დაფინანსებით მე მოგეხსენებათ ვარ წელს ახალგაზრდობის წარმომადგენელი და უკვე ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით განვაახლეთ და დავხვეწეთ ჩვენს გადაცემას, შეიქმნება ანონსი, ქუდი და ასე შემდეგ. და ახალი ფორმატი იმაში გამოიხატება, რომ მომდევნო 10 გადაცემა გავა 1 კვირის პაუზით და ყოველ ამ გადაცემაში ვესაუბრებთ მხოლოდ ახალგაზრდებს, მხოლოდ ახალგაზრდულ ინიციატივებზე და უფრო გავაძლიერებთ ახალგაზრდების ხმას და გვეყოლება უფრო მეტი სტუმარი, ვიდრე ოდესმე ჩემს გამოშვებებში აქამდე გყოლია. პირველი ეს გამოშვება გადავწყვიტეთ, რომ დაგვეთმო გაეროს საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის მოხალისეებისთვის. თვითონ ეს მანდატიც მოგეხსენებათ არის მოხალისეობრივი, თუმცა ერთი ადამიანისთვის ძალიან რთულია რომ გაუმკლავდეს ყველა საქმეს და ამიტომაც წელს უკვე მეორე წელია, რაც გაეროს საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს ყავს კიდევ მოხალისეები. ყველა მათგანი სამწუხაროდ დღეს ვერ შემოგვიერთდება სხვადასხვა მიზეზების გამო. ყველას მათგანს მადლობა მინდა რომ გადავუხადო იმისთვის, რომ გვერდში მიდგანან, ჩემი გუნდი არიან, დადიან ჩემთან ერთად რეგიონებში, მეხმარებიან სოციმედიის მართვაში, მითარგმნიან რაღაც ტექსტებს, სიტყვით გამოსვლებს, ამონტაჟებენ ზოგჯერ ვიდეოებს და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ გვეყოლება, მაგრამ ეს ადამიანები გარდა იმისა, რომ არიან ჩემი მოხალისეები, არიან ასევე ახალგაზრდა აქტივისტები. მათ ცალკე აღებულებსაც ბევრი სათქმელი აქვს თქვენთვის და ახლა დრო უკვე ეს ადამიანები გავიცნოთ, ეს არის ირაკლი მელაძე, რომელიც ამჟამად არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, დოქტორანტი და უკვე დიდი ხნის ვეტერანი, შეიძლება ითქვას მოხალისე. ასევე დიეგო მიქავა არის წეროვნის საჯარო სკოლის მოსწავლე და ეკოკლუბის დამფუძნებელი. მისი სკოლა არის წელს ნიკო კეცხოველის პრემიის ფინალისტი ერთ-ერთი. ასევე ჩვენ შემოგვიერთდა მიხეილ არაქელიანი, ახალგაზრდა ევროპელი ელჩი და 98 სკოლის ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი და ზორა შამიმი უკვე ჩვენი ძალიან ახალი მოხალისე არის. საქართველოში მცხოვრები სტუდენტია, უკვე სწავლობს ვესტმინსტერის უნივერსიტეტში ლონდონში, დისტანციურად, თუმცა ის აქ არის. მოგესალმებით ყველას დღეს, მადლობა რომ ჩაგვერთეთ გადაცემაში. დავიწყოთ თქვენი გაცნობით, ირაკლი, თუ შეიძლება რომ გითხრა, რაში ამ პროგრამასთან, ანუ ახალგაზრდობის წარმომადგენელთან რა შეხება გქონია აქამდე, რამდენად როგორ ჩაერთე და მის გარდა კიდევ სხვას რა საქმიანობ? გამარჯობა. პირველად შეხება მქონდა, როგორც მახსოვს, ეს იყო 2013 წელი, როცა მაშინდელი წარმომადგენელი თორნიკე ზურაბაშვილი მოვიდა ჩვენთან უნივერსიტეტში და გვაცნობდა თავის საქმიანობას და თავის პროგრამას. მაშინ ძალიან ახალი იყო ეს პროგრამა. 1 წელი იყო, რაც ეს პროგრამა ამოქმედდა ჩვენთან საქართველოში და მე საკმაოდ საინტერესოდ მომეჩვენა ეს ინიციატივა და შემდგომ წლებში უკვე მქონდა სხვადასხვა სახის შეხება. მონაწილეობთ გამიკეთებია ერთობლივი პროექტები სხვადასხვა ახალგაზრდობის წარმომადგენელთან ერთად, მაგალითად ლაშასთან, რომელიც იყო 2015 წელს, ასევე მარიამთანაც ქონია აქტიური თანამშრომლობა, მარიამ სიხარულიძესთან და ნიკა ტორიკაშვილთან უკვე ვიყავი ოფიციალურად მოხალისე და ჩვენ ერთი კარგი ინიციატივა გავახორციელებთ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მალალა იუსუფზაის, ცნობილი აქტივისტის და ნობელის პრემიის ლაურეატის კლასების
დაპატიჟება საქართველოში, რომელიც ლიკას ინიციატივით შედგა და ეხებოდა გაეროს მდგრადი განვითარების მეხუთე თანასწორობის და მე-17 მშვიდობის მიზნებს. ხო, გენდერული თანასწორობის და კი. კი, მეხუთე გენდერული თანასწორობა, მე-17 მშვიდობა, ხო, თუ სწორად მახსოვს. მე-16. და მათ მე-16 ხო. და მათ რეგიონული ტური ჰქონდათ საქართველოს მასშტაბით, შეხვდნენ ჩვენ სკოლის მოსწავლეებს და გაიმართა საკმაოდ აქტიური და კარგი დისკუსია. მაყურებელს რომ განვუმარტოთ მალალაზე, თუ დავუშვათ ინიცობა არ გაქვს ინფორმაცია. მალალა არის პაკისტანელი აქტივისტი, სკოლის მოსწავლეობის პერიოდში. მან დაიწყო წერა იმაზე, რომ მის რეგიონში გოგონებს არ აძლევდნენ სასკოლო განათლების მიღების საშუალებას. ამაზე ანონიმურად წერდა ხოლმე, თუმცა შემდეგ ის ექსტრემისტებმა თავის თანასკოლელებთან ერთად, როდესაც მიდიოდა ერთ-ერთ მშვენიერ დღეს სკოლაში, გაკვეთილებზე, მამამისი სკოლის დირექტორი იყო. ერთ-ერთ მშვენიერ დღეს ამ ავტობუსს თავს დაესხნენ, ისიც ძლივს გადაურჩა სიკვდილს და ასევე მასთან ერთად სწორედ ის მისი მეგობრები და კლასელები, რომლებიც ლიკამ მოიწვია შარშან და რაშიც ირაკლი იყო ჩართული. ტალიბანის თავდასხმა იყო ეს მალალაზე და მის კლასელებზე. აი ინიციატივაზე რა შეგიძლია ირაკლი რომ გითხრა, რას ვაკეთებთ ახალგაზრდობის წარმომადგენლები, რომ დავდივართ თუნდაც რეგიონებში, რაზე ვსაუბრობთ და რას განვიხილავთ? ჩვენი პროგრამა მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ინკლუზიური პროგრამა არის. ჩვენ ყავდა ეროვნული უმცირესობებიდან ორი წარმომადგენელი და ბოლოს შენს გახდი ახალგაზრდობის წარმომადგენელი. რაც შეეხება თვითონ მანდატს, ახალგაზრდობის წარმომადგენელი დადის აქტიურად რეგიონებში, ეცნობა ახალგაზრდობის პრობლემებს. ცდილობს, რომ მათ მიაწოდოს ინფორმაცია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თაობაზე და ეს წამოწიოს ეს დისკუსია მათში, რომ მოხდეს ერთობლივი განხილვა ამ მიზნების. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გავაკეთეთ ჩვენ ჯერ კიდევ ლიკას დროს, როცა მანდატის ფარგლებში დაარსდა ახალგაზრდა აქტივისტების ბაზა, სადაც გაერთიანდა პირველ ეტაპზე 51 აქტიური ახალგაზრდა. შემდეგი კითხვით მე უკვე მინდა რომ მიშასთან გადავიდეთ, მიხეილ არაქელიანთან. მიშა, თუ შეგიძლია უფრო მეტი გითხრა, რას აკეთებს შენ სკოლაში, ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი როგორ ფუნქციონირებს, ასევე შენს ახალგაზრდა ევროპელ ელჩურ საქმიანობაზეც და შემდეგ უკვე მანდატი როგორ გაიცანი. 2018 წელს ჩემს სკოლაში 98 საჯარო სკოლაში დავიფუძნე ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი. დავიწყებ იმით, რომ ბავშვობიდან მაინტერესებდა ეგ პროფესია, დიპლომატია და მათი ცხოვრების, ასე ვთქვათ, მიზნები, ანუ ისი ქვეყნის დაცვა საზღვარგარეთ და ასეთი იდეა მოვიდა ჩემთან, რომ დავიფუძნო ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი და გავაცნობია, რომ ჩემი თანაკლასელები, თანასკოლელები იმასთან დაკავშირებით, რას საქმიანობენ დიპლომატები და ისე ვთქვათ, სხვადასხვანაირი სკილები გავაფართოვოთ და უნარები დიახ, გავაუმჯობესოთ და ასე შემდეგ. და როგორ აცნობთ სკოლას შენს თანასკოლელებს დიპლომატიას? პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა დიპლომატებთან.
ანუ ჩვენი სკოლის ინიციატივით, ასევე ჩვენი კლუბის ინიციატივით მივდიოდით ლექციებზე, მაგალითად გერმანიის ელჩთან მქონდა შეხვედრა და თურქმენეთის ელჩთან ასევე ჩვენი სკოლის ასე ვთქვათ პარტნიორიც არის და მისი ასე ვთქვათ გამოცდილება და მის ქვეყანაზეც გავიგეთ ბევრი რამე საინტერესო. ასევე ჩვენ ტრენინგებს ვატარებთ სოფლიოში პოლიტიკურ მოვლენებზე და მაგალითად ჩვენ კლუბში მოვიწვიეთ ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, ჯერ კიდევ როცა არ ყოფილა ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, ესმა როგორც გახსოვს იყავი ერთ-ერთი მოწვეული სტუმარი ჩვენ სკოლაში და ასევე ეს შეხვედრა იყო დაკავშირებული EAP-ის Eastern Partnership-ის 10 წლის აღსანიშნავად. ხო, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის. დიახ. კი, და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ უკვე ახალგაზრდა ევროპელი ელჩებიც ჩვენ შემდგომ გამოშვებებში ამ გადაცემების გვეყოლებიან სტუმრად და უფრო დეტალურად წარმოგვიდგენენ ამ ინიციატივას. აქამდე საკმაოდ ხშირად მყოლია ევროპელი ელჩები სტუმრებად სხვადასხვა თემებზე სასაუბროდ. ახლა კი მინდა დიეგოსთან გადავიდე. დიეგო, თუ შეგიძლია რომ გითხრა შენს საქმიანობაზე წეროვანში და ეკოკლუბზე, ნიკო კეცხოველის პრემიაზეც, რაც ბევრ ახალგაზრდას დაინტერესებს, იმიტომ რომ უკვე მალე დაიწყება მისი მორიგი რაუნდი, ანუ 2020-2021 წლების კონკურსი და სკოლებს შეძლებათ მასში ჩართვა. მოგესალმებით ყველას, ვინც გვისმენ და ვინც გვიყურებთ. მე ვარ დიეგო მიქაო, სწავლობ წეროვანში, ზოგადად ჯერ მოყვები ჩემს საქმიანობაში და მე უკვე კეცხოველზე ვარ ეკოკლუბ-ელუსის დამაარსებელი და უკვე 2 წელი აქტიურად მუშაობთ მდგრადი განვითარების მიზნებზე. ასე ვარ ცოტა ხნის წინ გავხდი წეროვნის ახალგაზრდული იდეის წევრი და ამ ჩემ მანდატის ფარგლებში უკვე ვაფინანსებ სხვადასხვა თემისთვის და რეგიონისთვის საჭირო პროექტებს, თუ მას დაწერენ ახალგაზრდები. ზოგადად კეცხოველის პრემია თუ არ ვცდები 2015 წლიდან მიმდინარეობს და მისი მთავარი თემა არის გარემოს დაცვა, მაგრამ ბოლო 2 წელია, რაც მას დაემატა მდგრადი განვითარების მიზნები. და ეს ეკოკლუბები ვცდილობთ, რომ განვახორციელოთ შეხვედრები, პროექტები, კამპანიები, გამწვანების თუ დასუფთავების აქციები. შემდგომ ამ ყველაფერს ვტვირთავთ პორტალზე Forestry-ში და გვიგროვდება გარკვეული რაოდენობის ქულები. ახლა უნდა დაიწყოს უკვე ნიკო კეცხოველის პრემია 2021 და მის გამარჯვებულ ანუ ჯერ ვლინდება რეგიონის გამარჯვებულები, რომლებიც გადადიან ხოლმე ფინალში და ბოლოს საბოლოოდ ირჩევა პირველი, მეორე და მესამე ხარისხის პრემიის მფლობელები. ზოგადად კონკურსი იმით არის კარგი, რომ შეიძლება აქ აღმოაჩინოთ და იპოვოთ თქვენი თავი, იმიტომ რომ მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი შეიძლება შეეხოთ და აქედან რომელიც იქნება თქვენთვის საინტერესო, არა ახლა სავალდებულო ამ კონკურსის ფარგლებში მაგალითად იმუშავა ყველა მიზანზე. ჩემმა ეკოკლუბმა წელს იმუშავა მაგალითად გენდერულ თანასწორობაზე მასშტაბურად და წამოვიწყეთ კამპანია, რის ფარგლებში ვიყავით დაახლოებით 4 რეგიონში. დავიწყეთ უკვე ინფოგრაფიკების მზადება და სხვადასხვა ვიზუალიზაციის, ასევე აქტიურად ვდებდით პოსტებს და ისტორიებს იმ ქალებზე, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო შეცვალეს საქართველოში რაღაც და ასე შემდეგ. ასევე ვართ მწვანე მეწარმეები და წამოვიწყეთ ასკილის და კვინჩხის წარმოება, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგადად ეკოკლუბს ანუ ამ ყველაფერს ეკოკლუბს უკვე თავადაც შეუძლია დააფინანსოს მათი ინიციატივა და მაგალითად არ იქნება დამოკიდებული დონორზე, რომელიც ან დააფინანსებს მას ან არა და ეს ხდის უფრო დამოუკიდებელს მას. მანდატის შესახებ
გავიგე, როდესაც ესმა შენ მოგიწვიეთ ჩვენს ეგო კლუბში, განთხრადი განვითარების მიზნებზე სასაუბროდ, იქამდეც ვიცოდი, მაგრამ უკვე მაგ შეხვედრის მერე მომინდა მეც ჩართვა მოხალისედ და უკვე რეგიონულ ტურნეშიც როცა გავხდი მოხალისე მონაწილეობ და აი ამ რეგიონულ ტურნეში ძირითადად საუბრობთ მათ ამ თემში მცხოვრები ადამიანების პრობლემებზე, რომელ მიზნებთან მაგალითად ეს დაკავშირებული თვითონ ახალგაზრდებიც განიხილავენ მათ მიზნებს, მათ პრობლემებს და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს დრო, რადგან ძალიან grow up ან გამზარდა რა უფრო ვიდრე მაგალითად ვიყავი იქამდე, რადგან უკვე გავიცანი სხვის საჭიროებები და უკვე მომეცა საშუალება უფრო გლობალურად შევხედო ამ ყველაფერს მადლობა. ძალიან მინდა წარმატებები გისურვო უკვე კეცხოველის პრემიის ფილიალში შენს და შენ სკოლასაც და აქვე ვიტყვი რომ დიეგო როცა გავიცანი ძალიან მეტყველი იყო ეს მომენტი, მე 10 კლასელი იყო, დავწერე პოსტი მის შესახებ, რომ რეალურად საქართველოსთან ემიგრაციაში დაახლოებით თანაბარი რაოდენობის კაცი და ქალი წავიდა, მაგრამ ქალების ემიგრაციაზე რატომღაც უფრო მეტად ვლაპარაკობთ, სამუშაო ემიგრაციას გულისხმობთ და ჩემი მაშინ თეორია იყო ის, რომ იმიტომ რომ ქალი ტრადიციულად მიიჩნეოდა სახლში დიასახლისად, ოჯახის მომვლელად და ის რომ ქალი გავიდა სახლს გარეთ, ამან ძალიან დიდ შოქში ჩააგდო საზოგადოება და დიეგომ მთხოვა, მაშინ კვლევა, რომელზე დაყრდნობითაც ვამბობდი, რომ დაახლოებით ერთი და იგივე რაოდენობის ქალი და კაცი წავიდა ქვეყნიდან და ეს კვლევა მე მას მივაწოდე, იყო ინგლისურად, თუმცა მან მაინც მოინდომა ამ კვლევის მიღება და დღესაც აგერ მე-11 კლასელი არის, ამით იმის თქვა მინდა, რომ ახალგაზრდებს ჯერ კიდე სკოლის მოსწავლეობის ასაკშივე არ არის აუცილებელი სრულწლოვანი იყო, იმისთვის რომ მნიშვნელოვანი პროექტები აკეთო, მათ შორის წარმოება თუნდაც და მათ შორის რაღაც ორგანიზაცია დაარსო და ის თვითქმარი გახადო. ახლა მე ზორას მინდა მიუბრუნდე, სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს თარგმანის საშუალება, ამიტომ მას მე ინგლისურად გავესაუბრები და იმედი მაქვს ეს მაყურებლისთვის ასევე საინტერესო იქნება მისი გამოცდილება, ვინაიდან ვიცით რომ საქართველო მრავალფეროვანი ქვეყანაა. Zora, once again, thank you very much for joining us today. We're just very interested to hear your experience about living in Georgia, what you have been engaged in, what are you doing currently? Okay, thank you so much once again, Esma, and thank you for letting me join this meeting. Hi everyone, my name is Zora. I'm 18 years old. I live in Georgia for the past 10 years, and I'm currently studying in a university in London, first year. So to start off, I am from Kashmir in India. But I've never lived there for too long. I've always been living abroad and I grew up abroad. So I've always been part of an international and diverse environment when it comes to school or wherever I'm living or at home too. So particularly speaking about living in Georgia, I really I have experienced a lot of different things by living in Georgia. Other than just studies at school, I have always been interested in volunteering in different places. I once volunteered for Red Cross about 1 year ago. And about 2 years ago, I volunteered in daycare centers where there were children that have mental issues. When I was volunteering, I would do different activities with the students. With the children there, I would ask them different questions. I would try to engage in what they're doing, and at the same time I spoke with the staff and the people who were working there. I interviewed them in a different way and in 2 different centers, and then I made a video about it and I raised awareness. I showed this to different age groups to raise the awareness of the existence of these people and the lack of opportunities they're getting in this country, and how I believe I believe the society would be able to develop their lives. What do you think, what are the major issues that people with disabilities are facing here in Georgia? I think that there's still a stigma in the society in Georgia. People don't give them the equal chance and opportunities because they believe that they
are incapable of doing of what we are. Of course, to a certain extent, they aren't because of the lack of mental capacity in them. But it's not their fault. They're still human. And I honestly, after volunteering there, I saw very, very bright students there too, who were very interested in studies and who could really do as well as people are doing that don't have mental illnesses. So because of the stigma, the society doesn't accept them as they're supposed to. Although it's getting better over the years, this I think was the main problem. And this is why I think the daycare centers were not as developed as I was expecting, as I've seen in other European countries and everything. They were very small and the facilities were not as good. And that was because of the lack of government support and financial aid. Right. Our next question that I will ask everyone, and let me start with you then, is what do you think is one most important thing for the youth in Georgia? What is the important issue? What is maybe the initiative that they want to see, or the initiative that they create themselves? Other than just education, honestly, education is an important factor. I believe that a lot of the youth in Georgia they get very reluctant and confused when it comes to what they want to study, what they want to learn, what they want to become in future. And this really, really contributes in unemployment in the country. Because when career planning. Mm-hmm. Career planning, yeah. And this comes in part of education. If you don't receive the adequate opportunities and good quality education, if everyone doesn't receive this, then they are unable to, they sort of lose hope. To a certain extent, they lose hope on their abilities, and then they are unable to decide what they want to do, and this leads to unemployment, and this leads to a lot of the workforce gets affected. You also are running a blog about international relations, politics. Can you tell us more about it? Oh yeah, I would love to. So I've called this blog The Skeptic Analyst because I call myself a skeptic analyst. I opened it recently, actually, during quarantine, because after my 12th exams were over and everything, I got a lot of free time. So I have always enjoyed reading articles, news articles, and articles related to politics and international relations. So I decided to write articles on my own. So I started with simply an article related to the change in the world order from the 20th century to the 21st century, and how I mentioned how globalization has been emerging, how countries are becoming more interdependent and cooperation is encouraged. Then slowly I started looking at contemporary issues such as Indo-Indian and Chinese rivalry, the Palestinian conflict with Gaza and the human rights violation. Then I even wrote something about Kashmir, my hometown, and then I wrote about something about UN's failure in the Rwandan genocide. And then recently I also wrote about the coronavirus vaccine. And right now I'm actually working on writing an article when I get some time about Abkhazia in Georgia. Well, that would be very interesting to hear and to see. I wish you good luck, and now we'll go back to our Georgian volunteers here. Do you have any more questions, Esma? Sorry? Do you have any more questions, or does anyone have any questions to me? We would thank you for participating in our show today and for joining us, and wish you good luck with your new blog, and I'm actually very much looking forward to reading it. ახლა კი თქვენ დაგიბრუნდებით მიშას, დიეგოს და ირაკლის. ზორას მე ეს კითხვა უკვე დავუსვი. რას ფიქრობთ, რა არის ახალგაზრდებისთვის საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი? არ ვიცი, პრობლემა იქნება ეს, პირიქით ინიციატივა, რასაც ისინი უკვე აკეთებენ, ან რამე მსგავსი? მოდი, დიეგო, შენგან დავიწყოთ. ახალგაზრდებისთვის ჩემი აზრით დღეს ბევრი პრობლემაა. გინდაც იმით, რომ თუ ოჯახი არა ფინანსურად უზრუნველყოფილი, მას უწევს, რომ დატოვოს სკოლა, უნივერსიტეტი და იმუშაოს რაღაცა მშენებლობაზე. იყო ესეთი ფაქტიც, რომ არასრულწლოვანი ადამიანი ახალგაზრდა თუ გარდაცვლა
მსგავს სამუშაოზე და პირველი პრობლემა მაინც არის მათი მოწყვლადობა და სიხარიბე, რადგან თუ მათ არ ექნათ შესაბამისი ასე ვთქვათ, შესაბამისი თანხა და რო უზრუნველყონ მათი საჭიროებები, ისინი უკვე სცილდებიან სკოლას და ვერც იღებენ სრულფასოვან განათლებას, რაც უკვე მომავალშიც უქმნის პრობლემებს. ასევე პრობლემა ის არის, რომ ახალგაზრდებს ძირითადად არ აღიქვამენ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად და ძირითადად მხოლოდ რაღაცა ბავშვთა დღეზე თუ გავახსენდებით ხოლმე ბავშვები და ახალგაზრდების დღეზე და მხოლოდ მაშინ თუ ამბობენ, რომ ბავშვები არის ჩვენი მომავალი და ავიწყდებათ ის, რომ არა მარტო მომავალი, ჩვენ ვართ აწმყოც, ჩვენ ახლა ვცხოვრობ და ახლა გვინდა ის, რომ კარგად ესმოდეს ყველას ჩვენი უფლებები და გქონდეს იმაზე მეტი თავისუფლება უფლებებში, ვიდრე გვაქვს და არ გქონდეს მაგალითად მე გადავეყარე ხშირად რაღაცა ბიუროკრატიას უბრალოდ, როცა შემეძლო ეს ყოფილიყო უფრო მარტივად. კი, მათ შორის საერთაშორისო კონვენციებიც აღიარებს, რომ ანუ ბავშვი 1 წლის ბავშვს და 17 წლის ბავშვს არ შეიძლება ერთნაირი უფლებები ჰქონდეს, ეს უფლებები უნდა ფართოვდებოდეს ასაკთან და უკვე შესაძლებლობებთან ერთად მათ შორის და რაც შეეხება სასკოლო სკოლის მოსწავლეების მიერ მუშაობას და სკოლის და მიტოვებას, ამაზე მათ შორის ლადო აფხაზავაც ძალიან აქტიურად საუბრობს და აქტიურად იბრძოდა ამის წინააღმდეგაც განსაკუთრებით გურიაში. ირაკლი, ახლა შენ მინდა გკითხო, შენი აზრით რა არის ახალგაზრდებისთვის დღეს საქართველოში მნიშვნელოვანი? თვითრეალიზების ასპარეზის არ ქონა ჩემი აზრით ის სივრცე, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი იდეებისთვის ხორცშესხმას. თუ შეიძლება ირაკლი შენ საუბრობდი ზუსტად რა ყველაზე მნიშვნელოვანი რა გამოწვევა და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის და ახსენე ეს არის თვითრეალიზების სივრცე. ხო, საარსებო სივრცე განსაკუთრებით რეგიონებში არ აქვს ახალგაზრდებს, სადაც საკუთარი იდეების რეალიზაციას შეძლებენ და კომპეტენციების სამაღლებას, პროექტების წერის და ასეთ საკითხებში. დიეგო, ბოლოს გადაცემის მიწრულს შენი აზრით გვინდა რომ მიშა უბრალოდ შენი აზრით გვინდა რომ მოვისმინოთ შენ დახურავ ერთგვარად დღევანდელ ჩვენს პირველ გამოშვებას ამ ახალი ფორმატით რა არის ის რაც ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ჭირდება და ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს საქართველოში ესმა შემიძლია დავიწყო? კი. დიახ. რა თქმა უნდა, ვეთანხმები კოლეგებს, რომლებიც საუბრობდნენ სიღარიბეზე და სხვა პრობლემებზე, მაგრამ სინამდვილეში მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა დღევანდელი ახალგაზრდობის არის мотиваციის არქონა, განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანია ხო განვითარების мотиваციის არქონა. რადგან პირველ რიგში შემიძლია ჩემი თანაკლასელების მაგალითი მოვიყვანო, როცა ბევრს არაფრის კეთება არ სურდა გარდა გართობისა, რადგან мотиваცია არ ჰქონდათ, რადგან ვერ ხედავდნენ რაღაცაში ასე ვთქვათ თავის benefits. კი, მგონი ეგ არის და რას ფიქრობ, რა არის მნიშვნელოვანი мотиваციისთვის? საერთოდ ადამიანი რო გააქტიურდეს, რა არის ამისთვის საჭირო? არის ამისთვის არის მნიშვნელოვანი სცადოს ყველაფერი, გამოვიდეს კომფორტული ზონიდან. და ანუ დაიწყოს უბრალოდ თავის თავზე მუშაობა. კი, რა თქმა უნდა, ბევრს არ სურს ამის კეთება, მაგრამ უბრალოდ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, უბრალოდ мотиваციის არქონის დროსაც უნდა გაიგოს, რომ თავის თავზე მუშაობის გარეშე ადამიანი ვერ იქნება კარგად, ასე ვთქვათ.
ძალიან დიდი მადლობა ყველას. მოტივაცია, განათლება, ახალგაზრდებისადმი მიდგომა, მათთვის მათი იდეების რეალიზების სივრცის ნაკლებობა, სიღარიბე, გარკვეული სტერეოტიპები, რომ ახალგაზრდები მხოლოდ მომავალი ვართ, ეს ის მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებიც ახალგაზრდების დღევანდელ რეალობას სამწუხაროდ განსაზღვრავს გარკვეულწილად და განაპირობებს. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ თუნდაც ამ გადაცემის მაგალითზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის მოტივირებული, უნდა ბევრი რამის გაკეთება, აქვს მისწრაფებები და თუნდაც ეს გადაცემაც შესაძლოა ერთ-ერთ ასეთ სივრცედ იქცეს, სადაც ადამიანებს მინიმუმ თავიანთი იდეების გაჟღერების შესაძლებლობა ექნებათ და ხომიცით ყველაფერი გაჟღერებით იწყება, შემდეგ კი უკვე აღსრულებაც იმედია არ დააყოვნებს. მინდა დღეს თქვენ ყველას წარმატებები გისურვოთ. მაყურებელს კი მადლობა გადავუხადო ჩვენი გადაცემის ინტერესისთვის და ერთი კვირით ზუსტად დაგემშვიდობოთ დროებით.